ну დღეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ იობის წიგნის 19 თავი. ну ახლა შეიძლება ერთი და იგივეს გამეორება ხშირად მოგვიწევს, ახლა დავსე გვიწევს, იმიტომ რომ ეს რამოდენიმე თავი დიალოგი არის, როგორი საუბრებიან მეგობარები იობს და ამ თავში და სწორედ ანალოგიური სიტუაცია არის. მისი მეგობარი ბილდადი მერვე თავში რაღაც ცოტა ისე მსუბუქად ელაპარაკება იობს, ანუგეშებს, მაგრამ უკვე მე-19 უბრალოდ 18 თავში ესე წაყვედრებს იობს და ასეთ სიტყვებს ეუბნება მას. ესე იგი, როდისღა დაუდებთ სამას თქვენ სიტყვებს, იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ. ანუ ტიპიური მაგალითი ახლა ჩვენ ყველა მუხლი რო წავიკითხოთ, სულ არის აქ საუბარი ბილდადის, რომელიც იობს აყვედრის ეუბნება რომ ის განსასწრელი რომელიც შენ დაგატოთა თავს შენი ცოდვების გამოა და ამ ადამიანის სიტყვების წაკითხვის გააზრების შემდეგ შესაძლებელია ყველა ჩვენთაგან საკუთარი თავი დაუდგეს თვალწინ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ასე ვიქცევით ხოლმე. და ამაზე რატო ვამბობ? იმიტომ რომ ჩვენ ახლა იობის წიგნი წაგვითხვის დროს არ გაგვიჩნდეს ისეთი გულის თქმა და ფიქრი, როგორი ცუდები არიან მისი მეგობრები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მათი პრობლემაა, როგორ უდგებიან ის იობის განსაცდელს, მაგრამ თითოეულ ამ ადამიანში საკუთარი თავი ჩვენ უნდა დავინახოთ. შეიძლება ახლა ზნეობრივი თვალსაზრისით ასე გამსაჯოთ ბილდადის და სხვა მეგობრების დამოკიდებულება იობთან. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ხშირად გვეშლება ხოლმე ახლობელ ადამიანებთან, უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში და სამწუხაროდ გგონია ხოლმე რომ ყველაზე მართლები, ყველაზე სწორები სიტყვით თუ საქმით თუ ფიქრით, ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულებული ჩვენა ვართ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის, სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრებაში ხშირად არის მომენტი, როდესაც ვერ ვიქცევით ჩვენ ახლობლებს ისე როგორც უნდა მოვიქცეთ, ხო? მე ბევრჯერ მინახია ადამიანი, რომელიც რო დამთავრდება ყველაფერი და განსაკუთრებით მაშინ არის ხოლმე, როდესაც ვიღაც ახლობელი გარდაიცვლება ადამიანს და მე უჩნდება ხოლმე ფიქრები, და სანამ ცოცხალი იყო, მანამდე მივსულიყავ იმასთან, მანამდე მე თქვა ბოდიში გადამეხადა, ან და მეპატიებია, დავლაპარაკებოდი და ასე შემდეგ. ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში ყოფილა ეს მომენტი და ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია სულიერი სიფხიზლე. და ახლა იცით რომ დიდმარხვის პირველ კვირიაკეში ვართ, შეწევნით შევასრულეთ მსახურებები, უმრავლესი თქვენთაგანი პირველ შეწებულ ლიტურგიაზე ეზიარა. დავისწარით ასევე ანდრია კიტელის სინანულის დიდ კანონს, რომელიც წავიკითხეთ, იმედია ახლა მარტო წაკითხვით და მოსმენით არ დავჯერდით, ცოტა რაღაცა გავიაზრეთ და ის მაგალითები, რომლებიც წმინდა ანდრიას აქ მოყვანილი თავის სინანულის კანონში, სწორ დასკვნებს გაკეთების საშუალებას მოგცევთ ჩვენ. თუ გახსოვთ, ერთხელ ასეთი რაღაცა ეწერა მსახურებაში, რომ ასეთი ეს მაგალითები მოყვანილია იმისთვის, რომ ჩვენ არ დავემგვანოთ იმ ძველი აღთქმის ადამიანებს, რომლებიც იქცეოდნენ არასწორად, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ხო უგდებდით ხურს, ძალიან ბევრი მაგალითია მოყვანილი ძველი აღთქმიდან. ანუ მაგალითები, როდესაც ადამიანები ცუდად იქცეოდნენ და იყო ასევე მაგალითები მოყვანილი, როცა ადამიანები კარგად იქცეოდნენ და მოწოდება იყო ასეთი, რომ ჩვენ მოვიქცეთ არა ისე როგორც იქცევიან, იქცეოდა კაინი, იქცეოდა იაკობის ძმა, ხო? არამედ მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცა აბელი, როგორც იქცეოდა მაგალითად წმინდა მარიამ ეგვიპტელი. მარიამ ეგვიპტელის მაგალითიც ხო არის, ახლა ეს არ არის ძველი აღთქმის დედა, მაგრამ ჩვენ მისი ცხოვრებიდან ვიცით, რომ 17 წლის განმავლობაში ის საშინელი ცხოვრები ცხოვრობდა. დღეს ახლა 8 მარტია და ამ ამბავს მივაბავ ახლა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებას, ხო? დღეს 8 მარტია და მთელი სოფლიო თუ არა, მოკლედ როგორც დავადგინე, გაეროსაც კი მიღებული აქვს ეს დღე და ქალთა სოლიდარობის დღეთ არის გამოცხადებული. და შესაძლებელია ყველა თქვენთაგანმა იცის, რომ ეს დღე დაარსა და დაარსებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ორმა ქალმა. ხო? ერთს ერქვა სახელად როზა, ანუ ვარდი, ქართულად ვარდო და მეორეს ერქვა სახელად კლარა. ეს ორი ადამიანი სუბუქი ყოფაქცევის დიაცები იყვნენ.
ძველ ქართული სიტყვა რო გამოვიყენოთ ახლა, მეცაც გეტყვით, ეს იყვნენ ორი ლესბოსელი. თან ამასთან ერთად ამორალური ლესბოსელობა თვითონ ამორალური ცხოვრების წესია, თან ამასთან ერთად მათგანს რაღაცა შვილები ყავდა და უამრავი მე მათი ცხოვრების ახლა ბიოგრაფიის მოყოლა ნამდვილად არ არის საინტერესო, უბრალოდ შევაჯამოთ ორი არასწორად და უზნეოდ მცხოვრები ქალი იყო, რომლებმაც ფემინისტური მოძრაობას თავში ჩაუდგნენ. თან ეს ორი ქალი იყო მარქსისტული იდეებით მოწამლული, მარქსისტები იყვნენ, რევოლუციონერები იყვნენ და ერთ-ერთის ფერფლი არის წითელ მოედანზე კრემლის კედელში. მოკლედ ჩაბრძანებული ასე ვთქვათ რა. მოგესმით რა დონის არსებაზე გვაქვს საუბარი. ამ ქალებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, როგორც მახსოვს, კოპენჰაგენში, სექს მუშაკებს, რომლებიც რამოდენიმე ათეული ეს ახლა ამ ტერმინში ახლა მე პირველად ეს სიტყვათა კომპოზიტის სექს მუშაკი გავიგე ერთ-ერთი წამყვანისგან ახლა ეს ჩემი მოგონილი არ არის. ხო, ამ სექს მუშაკებმა გადაწყვიტეს, რომ შიშვლებმა გაიარათ კოპენჰაგენში. და მე პოლიციელებმა დაიჭირეს რაღაც პროტესტი გამოთქვეს, ჩარგრავენო და მე ციხეში რო ჩააჯინეს, მოკლედ ერთი ღამე გაათევიეს მოკლედ იქ რა ვირისაბანოში, კლარამ და როზამ სოლიდარობა გამოუცხადეს თავის მეგობრებს და შეკრიბეს კალები, მოაწყვეს მანიფესტაცია, დაიწყო არეულობები და ასე შემდეგ, მიაღწიეს იმას, რომ ეს დღე აღნიშნა ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა, მარქსისტებმა დაიწყეს და ეს დღე მიუძღვნეს ქალთა სოლიდარობას, ხო? და თუ იცით პირველი ქვეყანა, სადაც ეს დღე გამოცხადდა დასვენების დღედ. ეს მოხდა საბჭოთა კავშირში. დღეს ადამიანები, რომლებიც ამ დღეს იცავენ კბილი ძოგ შეიძლება არც კი იცის და ვერ ციაზრებს, აი ეს დღე პირველად დასვენების დღედ გამოაცხადა ბრეჟნევმა. და ბრეჟნევმა რატომ? ახლა ასეთ ისტორია წავიკითხე. ახლა 100%-ით ვერ ვიტყვეს, რომ ნამდვილია, მაგრამ ისეთ რაღაცა წყაროში წავიკითხე რა, რომ გახსოვთ პირველი ქალი რო გაფრინდა კოსმოსში. რა ერქვა იმას? ტერეშკოვა, ხო? ვალენტინა ტერეშკოვა რო გაფრინდა, რო ჩამოფრინდა ქალბატონი ვალენტინა, ახლა ის ახლა თავის საქმის პროფესიონალი იყო, მიიყვანეს თუნდ ბრეჟნევთან და ბრეჟნევმა უთხრა, რაც გინდა მითხარი და ყველაფერს გავაკეთებ. ის რო იყო, რა ქვია, მაშინ რო არის ღაპრებში ხო იცი, რასაც ისურვებ, ყველაფერს შეგისრულებო და თურმე მოგზალებულმა ვალენტინამ თხოვა, რომ ქალთა საერთაშორისო დღედ გამოიცხადებიათ 8 მარტი და მოკლედ ესეთი ვერსია არის და ბრეჟნევმა ლეონიდ ილიჩმა, ხო, როგორც მახსოვს ასე იყო, გამოაცხადა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დაცვის დღედ. და მე ახლა აქედან მოყოლებული ჩვენ კომუნისტური წარსულზე ვიჯაჭვული ადამიანები, მოკლედ ზეიმობთ ერთმანეთს რაღაცებს. ჩვენი რა თქმა უნდა, ახლა ყვავილი რომ მიუტანო დედას, მეუღლეს, შეყვარებულს, შვილს, ამაში ცუდი კი არაფერია ახლა. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ თავარია რომ ადამიანებმა კარგად იცოდნენ საიდან მოდის ეს დღე. და ყვავილების ჩუქება მარტო 8 მარტს არ არის აუცილებელი. ყოველ დღე შეიძლება ჩუქოთ. ხო და შეიძლება ზოგიერთმა ახლა ჩვენ მარიამ ეგვიპტელზე ვთქვი, ზოგიერთ ჩვენ თაგმა შეიძლება თქვას ახლა ვიღაცამ, რომ კი ბატონო კლარა და როზა არ იყვნენ ახლა ისეთი ზნეობრივი ადამიანები, მაგრამ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრებაც როცა იკითხო, ისიც რაღაც თავის ცხოვრების პირველ ეტაპზე ვერ ცხოვრობდა ისე როგორც უნდა ეცხოვრა, ძალიან საშინელი ცხოვრები ცხოვრობდა, მაგრამ ამ ხალხმა უნდა იცოდნენ, რომ ეკლესია არის მონანოლებისთვის. წმინდა მარიამ ეგვიპტელმა გაიაზრა თავისი არასწორი საქციელი, თავის არასწორი ცხოვრება, წავიდა იორდანის უდაბნოში და 17 წელი გაატარა იქ. მარხვაში, ლოცვაში, ბრძოლაში, ვნებების დაძლევა არც ისე მარტივია, ჩვენ ვიცით. ახლა როგორც იობის ციგნს რო დაუკავშირდით, ახლა ადვილია სხვა საყვედრო, მაგრამ ძნელია თვითონ შენი ცხოვრო ისე და მარიამ ეგვიპტეს არავის არ უყვედრებია, არავინ არ განუკითხია და არავინ არ განუჟია, მან გაიაზრა თავისი ცხოვრება, აჩვენა უდიდესი სინამდვილე და მიაღწია დიდ სიწმინდეს და
მის ცხოვრებას, როდესაც ღვთისშეწევნით ჩვენ წავიკითხავთ, ალბათ თქვენ ნახავთ, რომ ისიც სულიერ საზომს მიაღწია, როდესაც მასთან მიდის მამა ზოსიმე, სახელით მოიხსენიებს, ხო? და მისი სხეული დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ცხონვარი ძის ქვეშ არის და როცა მიდის მეორე წერილს მამა ზოსიმე, ნახულობს მას უხსნელად ესეა და როდის მისი ცხოვრება სანიმუშო სინანული ეტაპი, როდესაც ის ნანობს და ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ მიუხედავად ჩვენი შეცვლილებებისა, თუ გვექნება სინამდვილე, გვერდითი აუცილებლად შეგვიწყალოს და გვაპატიოს. და მოკლედ დღევანდელი საუბარი დავასრულოთ იმით, რომ ეს წიგნი ეს თავი შეგიძლიათ წაიკითხოთ, ნახავთ როგორ მოიხსენიებს და როგორ აყვედრებს მეგობარი ახლა პირობითად ვთქვათ იობს, იმიტომ რომ ნამდვილი მეგობრობა ასეთი არ არის, როგორც ჩვენ ახლა მე თქვენთან წაიკითხავთ, მეგობრობა, როდესაც ადამიანს ჩვენ გვერდით უდგავართ ჭირშიდაც და ხილშიდაც და ვცდილობთ, რომ მას ტკივილი და პრობლემები შევუმსუბუქოთ. შევუმსუბუქოთ და ღმერთმა მის ძალა მოგცეთ თითოეულ ჩვენთაგანს. ამინ.